ჩვენ სტუდენტებთან ერთად განვაგრძობთ საუბარს ნინი აროშიძე, ლიზა წერეთელი, ისინი არიან ჩვენ სტუდიაში. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. თავდაპირველად ნინისთან დავიწყებთ საუბარს, შემდეგ უკვე ნინო ჟიჟილაშვილი ლიზას დაუსვამს შეკითხვებს. საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ. როგორ ხსნით იმას, რომ უკან დაიხია გარკვეულწილად, ყოველ შემთხვევაში ეს ასე ჩანს, შეიძლება ეს ტაქტიკური უკან დახევაა და სხვა რაღაც მზადდება სამომავლოდ, მაგრამ რა ახსნა გაქვთ თქვენ ამ ეტაპზე ამის გარშემო? როგორც ვნახეთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტატუსი შეწყვეტილი აღარ იყო და აღუდგათ სტუდენტებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაწერთ იმას, რომ გიორგი შაულუტაშვილს პირდაპირ უტყვი ეშინია ჩვენთან ერთად ეთერში დაჯდომა და ყველა იმ სიმართლეზე ფარდის ახდა, რასაც დღეს ჩვენ მაინც გავაჟღერებთ. ჩვენ არ შეგვეშინდება ამ ყველაფრის. და ჩვენი სტუდენტები ფარდას ახდიან და ილაპარაკებენ რეალურად რა ხდებოდა 83 დღის განმავლობაში უნივერსიტეტში. აი რა ხდებოდა შეგიძლიათ გითხრათ, აი რას ნიშნავს, რა დგას შინაარსი აი ამ თქვენი სიტყვების უკან, ფარდის ახდის უკან? ბატონი გიორგის ეთერი ვინც ნახა, ყველა დაგვეთანხმება, ვინც რეალურად სიმართლე იცის, რომ აბსოლუტური აბსურდები იყო მისგან წამოსული, თითქმის პრინციპში არაფერი რეალურად სიმართლე არ ყოფილა მისგან რაც წამოვიდა. დღეს ამ ყველაფერზე ჩვენი სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრებენ, თუ რეალურად რა იყო. მან ძალიან ბევრ კითხვას თავი არიდა და სრულიად განსხვავებული პასუხები შემოვიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მინდა გამოვყო, რომ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ახალ ეთიკის კოდექს და ძველ კოდექს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. რაც არის მტკნარი სიცრუე. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეგრეთ წოდებული განათლების მინისტრის ბრძანებით სტუდენტის სტატუსის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია საკუთარ ფაკულტეტს, მაგრამ და ასევე ეწერა წინა ეთიკის კოდექსში. ახალი ეთიკის კოდექსში წერია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ეთიკის საბჭოს და აქაც კი უკვე უთანხმოება არის რეალურად რაზე არის საუბარი. და ჩვენ იმ ინფორმაციასაც ვერ ვფლობთ, რა პუნქტებით ედავებიან სტუდენტებს და ვინ რის გამო არის გარიცხული. ნინი, ბარემ აქვე ვიკითხავ ამ ეთერის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რა იცით ამ წუთისთვის ფორმატთან დაკავშირებით? ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეჟიმის წარმომადგენელმა თითქოს რაღაც მითითება ჩანდა, რაც მან თქვა, რომ აღარ არის რაიმე დისკუსია საჭირო, საკითხი ამოიწურა. აი ეს წერტილის დასმა იყო თითქოს რეჟიმის წარმომადგენლის მხრიდან. აი ამ წუთის მონაცემით რა იცით, რა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრა და ვისი მონაწილეობით? გუშინ, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენშიც განუკითხაობა იყო, რადგან ყველამ ნახა, რომ ჩვენ შევთანხმდით რექტორთან, რომ ეს ეთერი გაიმართებოდა. ჩვენ დღეს დაგვიკავშირდნენ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან და გვითხრეს, რომ ეთერი ისევ ჩანიშნულია და ჩვეულებრივად მოგვეცემა სტუდენტებს იმის საშუალება, რომ გავაჟღეროთ რეალური ხმა. ეს ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით. რეალურად დღეს 10 საათზე რექტორთან ერთად დავჯდებით თუ არა ეთერში, მაგრამ რექტორი რომც არ მოვიდეს, ჩვენ აუცილებლად შევალთ ეთერში და გავაჟღერებთ სიმართლეს. მაგრამ აი მაყურებლისთვის რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ, რექტორთან ამ დისკუსიაზე ღია ეთერში არსებობდა შეთანხმება, ხო? კი ბატონო. შემდგარიყო ეს. ახლა საინტერესოა ძალიან, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების წარმომადგენლის აი ამ განცხადების შემდეგ შედგება თუ არა ზუსტად ამ ფორმით, ანუ დისკუსიის რეჟიმში. ან მეორე ვარიანტია, ალბათ ის, რომ თქვენ ისაუბროთ ამის შესახებ რექტორის გარეშე. ერთი ასეთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება თავად პერსონალის ლექტორების დამოკიდებულებას თქვენი პროტესტის მიმართ და აი ამ შეჩერებული და შემდეგ აღდგენილი სტატუსის თაობაზე. რას იტყვით იმაზე, ვინც ასწავლის სტუდენტებს? სტუდენტების პოზიცია გასაგებია, მაგრამ მათი პოზიცია რა არის, შეგიძლიათ გითხრათ? ლექტორების ნაწილი ჩვენ გვერდში გვიდგას და იყო ამ პერიოდში არაერთი ჩვენი გვერდში დგომის გადმოდგმული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი და რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით მინდა კომენტარი გავაკეთო, რომ ამ ყველაფერზე რეალურად რომ გიორგი შაულუტაშვილი დაგვთანხმდა, არაერთი მოწმე არსებობს. და თუ კიდევ ერთხელ მისგან იქნება ნაბიჯი, რომ დღეს ჩვენ თუნდაც ეთერში არ ჩაგვერთვება და იქ არ მოვა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ჩვენ 100%-ით მართლები ვართ და მას შეეშინდა ჩვენთან ერთად ეთერში დაჯდომის. რა არის კონკრეტული საკითხები, რისიც ყველაზე მეტად ეშინია თქვენი აზრით აი ამ დისკუსიის დროს?
სიმართლის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, მთელი ეთერის განმავლობაში არც ერთი პუნქტი, რაც მან დაასახელა, არ ყოფილა მართალი და რეალურად ვერც ვერავინ ვერ ილაპარაკებს იმ ყველაფერზე, რაც არიციან. ერთადერთი ადამიანები, ვინც იმ მომენტში და იმ 93 დღის განმავლობაში უნივერსიტეტში ვიყავით და ვიცით რა ხდებოდა და რასთან მოგვიწია ბრძოლა, ვართ ჩვენ სტუდენტები. ლექტორებზე კითხეთ და მინდა რომ ამ საკითხს კიდევ უფრო ბრალად შევეხოთ, ანუ რა მხარდაჭერას გრძნობთ ნაწილისგან, რამდენად ძლიერია ეს და რამდენად ხმამაღალია ეს მხარდაჭერა და აი ვისგანაც ვერ გრძნობთ მხარდაჭერას მათზე რაც გვეტყვით. რეალურად ლექტორების რაღაც ნაწილი უბრალოდ კომენტარს არ აკეთებს და მასე ვერაფერს ვერ ვიტყვით და რაღაც ნაწილი სავარაუდოდ დღეს დადასტურდება საზმაოსთან, ვინებიც იქნებიან და ამის მიხედვით გავიგებთ რეალურად მათი გვერდში დგომის ფასს. ის ვინც კომენტარს არ აკეთებს და დუმს ეს თქვენთვის არ არის პოზიცია. ოღონდ მხარდაჭერის არა სხვა რაღაცის. რა თქმა უნდა. და ბოლოს ვიდრე ჩვენი საუბარი დასრულდება, მოთხოვნები აი ამ წუთას როგორ არის ჩამოყალიბებული. ის რა მოთხოვნები სტუდენტებს აქვს ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს გასაგებია, კონკრეტულად უნივერსიტეტის ხელმძღვანელთან დაკავშირებით როგორია ეს მოთხოვნები. ძალიან ბევრ ადამიანს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ის აზრი გაუჩნდა, რომ რადგან სტატუსი აღდგა, თითქოს უკვე ყველაფერი ამით ნათქვამია, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით, იმიტომ რომ იგი შეეხო ჩვენს რეპუტაციას, ჩვენს ოჯახებს და ამით რეალურად არაფერი არ არის ნათქვამი. ეს ყველაფერი რეალურად ჩვენს მიმართ იყო ჩატარებული, ეს ყველაფერი უკვე არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ მათ სტუდენტები გარისხეს და დღემდე არ ვიცით ამ ყველაფრის მიზეზი თუ რას გვედავებიან. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ნინი აროშიძე, თეატრალურის სტუდენტი იყო ჩვენი სტუმარი და თქვენ მიხვალთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რამდენად უკვე უთხარით ამის შესახებ მაყურებელს. ლიზა წერეთელი, ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელთანაც უკვე ნინო წარმართავს ინტერვიუს. ხო, რასაც უსმენდი ახლა თქვენს საუბარს ლიზასთან გამიჩნდა შემდეგი კითხვები საუმშვიდობისა ლიზა. როდესაც ნინი საუბრობს, რომ ფარდასახდით სიმართლეს, მაინც აუდიტორია სავარაუდოდ გისმენთ და აინტერესებს რა არის ეს სიმართლე კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა თქვენი რექტორის მხრიდან, როგორც თქვენ ამბობთ არაერთი ტყუილი საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში და რა სიმართლე უპირისპირდება მას. რისაც შეეშინდა ასევე თქვენი აღქმით დღეს რექტორს. დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ სიმართლის თქმას. იმ სიმართლის, რაც ჩვენ 93 დღის განმავლობაში ვნახეთ. თუნდაც ის, რომ გვედავებიან ეთიკას და ამ დროს 93 დღის განმავლობაში ეს ადამიანები არ ღვოდნენ ეთიკას, იმიტომ რომ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვკიდებდნენ ხელს და გავყავდით ძალით უნივერსიტეტიდან, კარებს გვიკეტავდნენ, ბრძანება იყო, რომ საჭმელი არ შეუტანოთ და ღრიჭოდან შეაწოდეთ. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ილაპარაკა გიორგიმ, რომ ჩვენ თითქოს 2 ადამიანი ვიყავით დარჩენილი ბოლოს პროტესტში, ესეც ძალიან დიდი სიცრუეა, იმიტომ რომ ბოლოს 35 ადამიანი გამოვიდა ამ კარებიდან და მანამდე კიდევ უფრო ბევრი ვიყავით. 3 სიტყვიდან 2 სიტყვაში ეს ადამიანი იტყუებოდა. ჩვენ გვინდა კაფეოდ გავუსვათ ხაზი იმას, რომ სტატუსის აღდგენა არაფერს არ ნიშნავს. ის მორალური ზიანი, რაც ამ ადამიანმა და იმ 5 კომისიის წევრმა და კიდევ ძალიან ბევრმა პერსონალმა ჩვენ მოგვაყენა ამ დროის განმავლობაში, ეს არსად არ წასულა. ეს ყოველთვის გვახსოვს და არ ნიშნავს სტატუსის აღდგენა იმას, რომ დღეს ჩვენ დავივიწყეთ ყველაფერი, მას მადლობას და ბოდის მოვუხდით ამ ყველაფრის გამო და ხოლმე ჩვეულებრივად ლექციაზე შევალთ და ამ კაცის დიპლომს მოვითხავ 3 წლის შემდეგ. აი, ლიზა, სხვათა შორის კულტურის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც თქვა პრინციპში დღეს, რომ აღარ იყო საჭირო ამ პირდაპირ ეთერის წარმართვა თქვენსა და შალუტაშვილს შორის იმიზეზის გამო, რომ თქვენ სტატუსი უკვე აღიდგათ, იქვე თქვა, რომ ეს არის თქვენთვის უკანასკნელი გაფრთხილება. ჯერ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შტოს არალეგიტიმურის, მაგრამ მაინც მისი წარმომადგენელი ამ საკითხში ერევა, ამ საკითხს კომენტირებს და რაღაცნაირად სასურველ რეალობას წარუდგენს აუდიტორიას, ეს უკვე ბევრ ამზე მეტყველებს, რომ ამ პროცესში თეატრალურის რექტორი არ არის მარტო და ის ნაკარნახების შესრულებითაც სავარაუდოდ არის დაკავებული თუ არა მთლიანად. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენს რექტორთან ზოგადად რა ურთიერთობა გაქვთ?
ასეთი რაღაცეები არ ხდება სტუდენტების გარეშე, მათ შესახებ მსჯელობა, ეთიკის კომისიის მოწვევა, მათ გარეშე რაღაცა ტიპის ეგრეთ წოდებული სასჯელის დაკისრება სტუდენტებისთვის. მათ ყოველთვის აქვთ ამ პროცესში აზრის გამოხატვის, საკუთარი თავის დაცვის მინიმუმ უფლება. აი რექტორი თქვენთვის საერთოდ მიუწვდომელი იყო ყოველთვის, თუ ახლა გახდა შალუტაშვილი ასეთი დისტანცირებული მისთვის, როგორც აღმოჩნდა სამწუხაროდ არასასურველი შეხედულებები სტუდენტებისგან. დიახ, საერთოდ ის ფაქტიც, რომ ჩვენი სტატუსის აღდგენა გავიგეთ სოციალური ქსელით და ბატონი ბექასგან, რომელიც საერთოდ არ ვიცით ვინ არის და ოფიციალური მეილი არ მოგვსვლია ჩვენ დღეს დილამდე, ეს კიდევ ძალიან ბევრ რამეს უსვამს ხაზს. რაც შეეხება თვითონ ჩვენი რექტორთან ურთიერთობას, პროტესტის პირველ ნაწილში, პირველ პერიოდში ჩვენ მასთან გქონდა კომუნიკაცია და იმდენი ტყუილი მოვისმინეთ მისგან, იმდენი ცილის წამება და ისეთი დამოკიდებულება, რომ ბოლო პერიოდში უკვე ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი აღარ ანუ მხარდაჭერა არც ერთ ეტაპზე მისი მხრიდან გასაგებია, რომ მოსაზრებები შეიძლება გქონდეთ პოლიტიკური განსხვავებული, მაგრამ ის ვალდებულია საკუთარი სტუდენტების უფლებები დაიცვას განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად. არც ერთ ეტაპზე თქვენ მისგან რაღაცა ემპათია არ გიგრძნია. არანაირად მისგან და მისი რაღაც აკადემიური პერსონალისგან ერთად ჩვენ მისგან არანაირი მხარდაჭერა პირიქით, ყველანაირად ხელს გვიშლიდნენ, რომ ეს პროტესტი ჩაგვეხშო და მოგეხსენებათ მეილზეც ისე მოვიდა ინფორმაცია, ჩვენ არ გვქონდა საკუთარი თავის დაცვის უფლება, არ გვქონდა უფლება რომ გვითქვა რას ვფიქრობთ და არავინ საერთოდ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რომ ეს საბჭო უნდა შემდგარიყო. როდესაც საბჭო განიხილავს ჩემს საკითხს, მე ამ უნივერსიტეტში უნდა დავრჩე თუ არა და როდესაც ისინი განიხილავენ ჩემს რაღაც არასწორ საქციელს, რომელიც დღემდე არ ვიცი რა არის ეს არასწორი საქციელი, მე ყველაზე ცოტა იმის უფლება უნდა მქონდეს, რომ მივიდე და ამ საბჭოს დავესწრო და ჩემი თავი დავიცვა. აი ახლა როცა ეს თქვენ აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი გაფრთხილება მოგცეს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს თქვენს თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდეს, ბრჭყალებში ჩავსვათ თქვენი დისციპლინური გადაცდომები, ასე გამოვიდა ხომ, რახან საყვედური გამოგიტანეს, რაც თავისუფლად შესაძლოა გახდეს შემდეგში უკვე თქვენი ხელახალი გარიცხვის უკვე უაპელაციოდ საფუძველი, მით უმეტეს რომ თქვენ არაპირებთ ამ პროტესტის შეჩერებას და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ ვიღაცამ ჩაქთვალოთ, რომელიღაცა ხუთმა, რომელიღაცა საბჭოს წევრმა უდისციპლინო სტუდენტებად ამის გამო, ხო? გრძნობ თუ არა ამას, რომ ეს საფრთხე მოხსნილი არ არის? რა თქმა უნდა, ეს საფრთხე მოხსნილი არ არის. ეს კომისიის წევრები, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყვნენ ამ უნივერსიტეტში, არ უნდა იღებდნენ რაღაც გადაწყვეტილებას და საერთოდ ვერ ხვდები ესეთი ადამიანი, როგორ უნდა მასწავლიდეს რამეს და როგორ უნდა შევიდე ასეთ ლექტორთან, ვერც ხვდები. ეს საინტერესო საკითხი წამოჭერით თქვენ. მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, არც ერთ უნივერსიტეტში და არც ერთ სივრცეში და ღმერთმა დაგვეფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე არ არის. და რა თქმა უნდა არსებობენ თქვენი მოსაზრებებისგან განსხვავებული სტუდენტები, ლექტორებიც, თუმცა არსებობენ რა თქმა უნდა და ეჭვი მაქვს რომ არც თუ ისე ცოტა თუ არა უმეტესობაში სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც თქვენ მხარს გიჭერენ და რომლებიც გამოხატავენ ღიად პროტესტს იმის გამო, რაც თქვენ თავს მოხდა. აი აქ როგორ ფიქრობთ ზოგადად სალექციო პროცესში ჩართვას ისევ ამ ლექტორებთან ურთიერთობას თქვენც და შესაძლოა ისინიც ვინც არ გარიცხულან, მაგრამ თქვენს პოზიციაზე არიან. დიახ, რა თქმა უნდა, ის რომ ვიღაც შეიძლება არ იყოს ჩვენ აზრზე, რა თქმა უნდა, ეს არ წარმოადგენს არავის პრობლემას და ჩვენ რადგან თავისუფლებისთვის ვიბრძვით და დემოკრატიისთვის, ამის გამო ჩვენ არავის არასდროს არ გავუკიცხავთ და შეურაცხყოფა არავისთვის არ მიგვიყენებია, რა თქმა უნდა, ამის გამო. თუმცა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიჯდე ლექციაზე, ზოგადად ვერ წარმომიდგენია, როდესაც ქვეყანაში ახლა ასეთი მდგომარეობაა ლექციაზე, როგორ შევიდე, როდესაც კიდევ ამდენი პატიმარია და მათ შორის ჩვენი კოლეგაც პატიმარია, ვერ წარმომიდგენია ლექციაზე შესვლა, თუმცა ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგაც ლექტორი, რომელიც თვითონ არღვევს ეთიკის ყველა კოდექსს, მე იმ ლექტორთან არანაირად არ მსურს, რომ ლექციაზე ვიყო და საერთოდ იმან როგორ უნდა განმანათლოს, მე ამასაც ვერ ხვდები. რთული პროცესია, გარდა იმისა, რაც ცენტრალური საკითხია, ამას აქვს ბევრი თანდევი პრობლემა, მოსდევს თან ურთიერთობების რაღაცნაირად არეული გაყოფილი საზოგადოების და ეს არის ძალიან დიდი დამსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების, მისი სხვადასხვა საცეცების, რომელიც სამწუხაროდ უმაღლეს სასწავლებლებში დიდი დოზით აქვთ მათ. მადლობა ლიზა წერეთელს საინტერესო პასუხებისთვის და წარმატება მინდა უსურვო ყველა სტუდენტს, რომელიც ჩართულია ამ წინააღმდეგობის პროცესში საკუთარი სამშობლოსთვის.
კონსტიტუციის დასაცავად, ევროპული გზის დასაცავად და რა თქმა უნდა, უსურვო პროცესში გამარჯვება. ვნახოთ დღესაღამოს რა გამოგივათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოვა თუ არა თქვენი რექტორი დაპირებისამებრ და გაგცემთ თუ არა კითხვებზე პასუხებს.